გიგია გენაცვალოთ ჩემი თავი, გაიხარეთ. ზოგი მუსიკა ხوارო ხასიათს ამბავია რა. ეს არა ბიჭო, ეს უკარგის რა. აი რა სიტყვი ჯიტოვიჩ, ბიჭებო არ არის ეგრე? აპა რაი ბიჭო აპარავა. ეგა პიროდი. ეგა პიროდი, ლუქუნავდი რაც გამახსენდა მამოიჩერა. რა ვარ დაიწყე თუ არა, გამიმწყირდა ეჩები ლურჯი უძირო და მე თქვენი თვალები ეგრე. ხედავთ რა ვერ მიმწყირა. მამიახლოვეთ კადრი, მამიახლოვეთ და ხედავთ ოპერაციები. შენ რა გითხეცი, მაეშვე შენ თვალების ბრიალსა და ქალების კეროას ატელეეთერიდან. თორე გაიკეთებს ვარკის ნიღაბს, აკაც. თან ამ ბებოვი ბოროტად გამოყენება ეგა, შვილო. მასე თუა ეგალა მეც კოხტა გამოხედვა მაგრამ გინახი ვარ ვინმე ვეპრანჭებოდე აბა მოიწიკამი აჰა აბა ვეპრანჭები ვინმე არ ვეპრანჭები ესენი ნახეთ რა დღეში რა პრანჭვა გიტყდათ ბიჭო აი კაცი რა მოიტაეთი რა გეუნები რა საეთეროში უზის ესა თეთვისა რა გინდა ქალო შენ აჰა ხო გაგანთავისუფლე დღესა წამყვანობიდანა ამოდენა საქმე გაქვს სადგომო და პასკები უნდა დავაცხო რაც მიკეთებ საერთოდ ჩენა მოვზილე უკვე ცომი კაცო და სანამ მოვა დრო მაქვს ჩიტოვი ჩაბა ნიძიე ცოტა მოვზადი შემოდაია ამდეხა კიდევ ნელა დაჯეკ შენტერს დაიჯდა გულფრენა ამდეხა კიდევ აჰა ევაგდები ერვე საწყლაც ესა ტყუილად არ შემოვარდებოდა აქა რაღაცა გექნება შენ ისა ამოკითხული და აბა ერთი გითხარი რა მას გენაცვალე და თან როგორი მაგარი ამავი ნეტა იცო მიდი კაცო ინოვაციური მეთოდი კაცო თუ როგორ უნდა გამოყვებო ქათმები ისე რომ ხშირად არ მოგიწიოთ საკენკის დაყრა იგე ვნახოთ ახლა ფოტო აბა ბიჯო ამას ეხლა მოფიქრება არ უნდა სადამდე წავიდა ტექნოლოგია ვიო რას წარმოიდგენდი წლების წინა ამასა მაგი დედა ვატირე მე აბა ბიჯო არა და ვალიკების მეტი რა გქონდა ინოვაციური ტვინიულა ყოლიფერს უნდა დააყოლო ბატონო მას ეგრე არის ხო და რაც უფრო დიდი ფეხი აქვს პატრონსა ხო უფრო მსუქანი ქათმები ეყოლება რა იგე აშენებულა მაკოლა 49 ფეხი სიგანიში დედაო ვაგე ორი ბუდიზმი აი დედაო აი უნდა წააყარო ეუნები ზო ორი ბუდიზმი დავა მაგაში მიჩო ეცოდინე მაგას ზაბია მიჩო როგორ სახლ და შლაპაცი არ უნდა გამოხვიდე თუ არა დაგაჭა მე მჭხილებს ხათვებს სიმიტი წითელი მანიკური უნდა წაისვა და აღარ მეგეკარები ისე კარგი არის მაგრამ ბოდები თუ ამათ უდგათ ბიჭო პატრონი რიღაცია ვენახში წასულია ეგ ვერ გავიგე ეხლა ამაჩკებზე რომ დაგიწერია ხო უნდა დააყოლო ტვინი ვალერა საჩკებს რო იკეთებ პირველი მასში ეკრანები აქა კალოშებითა მიაჩკებე ვალერა რო წააკრავს ვუსა და თელესოფელში დაყიდა კალოშებით რეებს ელაპარაკობ კალოშები წყლის დასალევად ექნებათ მაგათ მაშინ ასტებითა მე რავი კაც რა ეგადამეკიდე და საერთოდ ზამიე შეხედე ქათამს სუგინა კარგად მოუარო და კაიმლობად კვერცხი დადო სამწირა საერთოდ ბოტები და ხუაჭმე კალოშები და ხუასმე ბუდე უნდა გაუკეთო ბუშილატაში უნდა მოუწყო და შარვალში კიდო კვერცხები უნდა დები კვერცხები შარვალში აბა ლოგიკურია ეგა კვერცხები შარვალში უნდა იყო მიდი კაცო საჩოლე თემა თორე წამივიდა გონება სხვაგანა მიდი გაიც მომენების ხებაში ნაგებ აგე ჰო მიდი სტატისტიკის მოყვარულებისა და იმათთვის კიდევ
არა იმათთვის კი რომ მაღალანაზღაურებად ხელმას ვინც ეძებს. ო რა? შიდა ქართლის მასშტაბებზე მაქვს ლაპარაკი. აბა მიდი. შიდა ქართლის მასშტაბი და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმასი ყოფილა კასპი. აი, ვენაცვალე, ვიჯო, ვენაცვალე. მარა! და ყველაზე დაბალი. ყველაზე დაბალი გორში. მორე ბარგებს ვეკითხებია, ვიგია გამოხვიდეთო, კასპელები ეგრე პასუხობენ ეთქობა რა, რათ არის ეგრეო, რათაო, რა სამო. საზღვრების დაკეტამენ ეხლა კასპელები, ბიჭო. უმუშევართა ნაკადი რომ მიაწყდება და საიდან ეს ჯობია ეხლა ვითომ გადაპარვა, იგუეთიდანა თუ ხოვლედანა? როგორ იცით თქვენა? სასირეთიდანა. სასირეთი. მოგლე დუხს და გადმოდუხს კასპის რაიონში. არა ბიჭო. შვეიცარიდან გადმოვედი ბიზნესები გრაკალიშიდან ზემოხარდაკში. ეგრეა, ვენაცვალე ძმაო, მადა თავი კაცსამავია ეგა ყველაფერი. გაიგე? აი ეგეთი ყავდა სოკასპი, ვენაცვალე მაგაშა ჯიჯილაკში. მოკლეთა კასპი უნდა გავხადოთ თელავთან დამეგობრებული ქალაქი და გორმა კიდევა იმეგობროი გურჯონთან. მე რა თან გადააბოტე თემა ეხლა ბოლო ეგეთ სიტყვა ახსენე რომ აი და მაგაზინო გავჩერდები. უნდა გითხრათ ერთი ახალი ამბავიო. აბა ბიჭო, რა? ერთი რუსთაველი კაცი იძახის თურმე. რაო? ხარო არა. უწყლობითაო. გავლოთდიო. გაიგე შენან შიტოვიჩ, ბიჭო? შევარაგინა. რა ვიცოო, წყაროწყალიც მამდის ეზოში და ჭაცა მაგდა. მაინც რო გაილოთდი შედა აი ვერ ვამთხოვეთ. ჩაკირო ბრაზღა წყალს მაშინ სამზაბია როცა მწყურია და დალევა როცა მიდა მაშინ ღვინოს რა. მარა სულ დალევა რომ მიდება რო იზღურება მწყურდა. მაგაშია საკითხი. მართალია ეკაც იმ დღეშა შემთხვევით მოსულა წყალი რუსთავში და ეს აწყალი კაცი სადღეგრძელებით სვამდა თურმე წყალს. რა ესე? რუსთავის წყლის კომპანია მესიჯებსაც აგზავნის ხოლმე თურმე რა. ხო, ავარიული მდგომარეობის გამო გალოთებაო მოგიწევთო 14 საათიდან 21 საათამდე. ვერ არის კარგი ამბავი ეგა. ვერა. დალოთებულან რუსთაველები მიდი გადახტი აბა სხვა თემაზე გადაალაჯე. კარგი, იგე მეცნიერებმა 12,000 წლის წინ გადაშენებული საზარელი თეთრი მგლის სახეობა აღადგინეს. ოიმე. რეჯედებ თუდუდეთ ბიჭო. რა გინდა? არის საიდან გამოაძრო შერავდი უსოს ვიდო. რას ვაგვირდები იცი ამ მეცნიერებს? აბა. მოეს სხვა საქმე რა. რა ვიდო ჯერ იყო და იმე ამაიცინათ დინოზავრებიო გააწყესო რა უნდა ჯო თუ ეგრე აწყო პაპაჩე იმენატრება ჯო და შამახედო იმ კაცსაგან. ავიო. ვერ გავი. ეს საზარელი მგელი თავით ნეგდოს იქა რა უნდა რახას აღმიდგინეს აქა. აბა. რამე სხვა ცხოველი ეგედგინათ ბოლო. თუ მაინც. რა არის ყოფილა მაგაზე ლავარიკი თორმე. რომელი აღვადგინოთაო? რომელი აღვადგინოთაო? ხელი და წასული მელია, გოუნათლებელი დათვი. საძაგელი მოცხერი თუ გადახსენებული მაჩვია და მაინდა მგელს არ დაეტაკენ საზარელი. აი ქარდავინახო ეგა რა. ვირიაშამი ჯამოს თუ ჩემი ზაღარეგა, თორე აღვადგენ მე მაგათა კარგათა. მოკლედ ეხლა მე დავრჩებით ცხოველთა სამყაროში და მაგარ ამბებ გეტყვით. მოკლედ ფილადელფიის ზოოპარკის ბინადარ გიგანტურ კუუსაო. როლსაო? კუუსა. კურველი. აგერ სიგანდაში. გამოვარდა შევარდა. ხაია პირველი შვილიო 100 წლი ასაკში შეეძინათო. მაგრამ შენ რამდენი სახარი ხარ? მაინც რო ვიცი, გაჩუმენა შენედა. მერე რა ხდებაო ისა იკითხი არა? რა ვიდა მანამდე რასაკეთებდნენ და ეხლა არ მაინტერესებდეს მაინც. მუშაობდნენ ეთქო. ჯერა კარიერაო და მემრე ბალგიო ქალაქში ხო ეგრე იცია ხოლმე თქმა.
არ მანამდე ერთად ცხოვრებას ეჩვეოდე, რიგე? კაცო, ხო უნდა გაეგოთ რამდენად ეგუებიან ერთმანეთს, რომ მე რომ გაჩორებულიყვნენ ეს დედალი, მარტო ხო არ გაზრდიდა კუებს, არა? აი, იფიქრა ეგა, კაცო. ჯერ ახალგაზრდები ხართო, ჯერ ადრიაო. რა გვეკუებაო ეხლა? არც ეგუება, ნუ ეგუება, დიბრენ ეხლა ეგ. მე ვაიზრა. ეგრე ქვია, შეგაიგაცო, ეგავიგე ხლა, რამის სასახელო ვერ მოუგონი ხლა. მე ვაიზრა, მგონია ზამი აიცი რომ მაგ ბავში უბრალოდ რე შეეძინათ, მაგრამ სანამ ახარაველმა კუბე ირმირა. როდაც აიგედა ბიჭია ქეგევიდა სამიზელი ეგრე იქნებოდა ეგრე არის უფრო მაგარ ამბავს გეტყვით ერთ ამერიკელ პენსიონერი კაცო სახლშიო 7 ვეფხვი უპოვესო ბიჭო 7 ეს მიშენა ედამ შენ არა პენსია აქვს ამერიკებში 7 ვეფხვი არ ჩენენ ბიჭო მაგინე და ვატი 1 კილოზე ერთი დღე შლინის უნდა ხორცი მაგას კიდევ რას არ გეიგონებ ბიჭო ახლობელი ძევით ამერიკაში შეგერ მოხუცის მოსავლელა და იმედი მემხვიერიო შეხერშავ ესე იგი ამის ტოლებს მანკომატიდან რომ პენსია გავაიხოდათ ამას კიდე ინდოეთიდან ჩამაიყავა და თურმე ვემხვები იქა მრავალ ვემხვიანობაზე სოციალური დახმარებებია და მაგიტომაც ეყამდა არა მართალია და მე რა მაინტერესებს იცი ის 7 ვემხვი ვინც უპოვა იმ პენსიონერს ხო თვითონ მაგი თუ იპოვეს მერე ლევი მაგი შეგოთიდეს ეგ არ ვიცი მაგრამ აგერებს გადუგზარია ვემხის ტყაოსნის ავთანდილა ინდოეთში და ჩინეთში რო ეძებდა ტარიელასა თურმე ეგ ტარიელა პენსიაში გასვლა და ამერიკაში ცხოვრობს ხედა გახსნა საქმე მართალი ხარ მიხო მე კი ვარ მართალი მაგრამ შენ რა იქენი გაიხედე ჩვენს ტყემლებსა არ გამაიბა აი რო არ გადაიღო ამ შობელნაშომა ამამა და მართლა რომ ბესო გჭირდება არა ბიჭო რა გამაიბა ყვავილებია ჯერა აი არაფერი პირი არ უჩას მაგას ჯერ დევიღუბე ზამი ჩვენ დაღუპულები ვარ დაქცეულები და აუჩი დუქაია უჩაკაპულოთ მე ჯოვადო რასაო კაცო აი თან ჩვენი თუ არ მაიწია ჩვენი ტყემალი ხაი დედა ნივი გაყიდვა მამიწევს ბაზარში იგრია ტყემალი გაძვირებული უჩაკაფულობა როგორ შეიძლება ხო გამიგიჟდა ბიჭო გოგია რა სალაპარაკო კაცო რა უბედურება კაცო ყველაფერი მზადა გვაქვს და ამ ტყემალმა გვიღალატა მაინცა და მაინცა კაცო მაგურობელებზე ახლა ჩვენ გივლაპარაკობდით გუშინ და ამ ნევროლოგიაზე გავდგაცეთ სიმღერა დავწერეთ და ვარ მევენს გვერდი ერთი აეგეთი სამი კურკლი აეგეთი ტყემლისა 370 ლარიო სად არის თურმეუს აიცაიო რასო თვითონ ბატკანში მივეცი 200 ლარიო და კაცი ტიროდა ბაზრიცით სამწალტყემალში როგორ მივცე 300 ლარიო გაიგეში დაინახე არა მოდი გეურები დავცხოთ ის და ვიჯერებ ეს გავიგერო სიმღერა თუ უშველის კვირტებს ამაგეაც ვატრი ვიმღეროთ მოცემულ სიტუაციას შედი ჩაური მცოვსა ხო ეხლა მე ჩაზელა უნდა იყოს ჩაზელა მიდი არა გაუშვება ყველაფერი